რამდენიც არ უნდა იოხუნჯოს ქართული რუსული ოცნების ცალკეულმა რომელიმე წარმომადგენელმა იმასთან დაკავშირებით, რაც გამოაქვეყნა BBC, მაგალითად არ იოხუნჯოს ბანდიტმა მათიკაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ ჩვენო ლოცსატყორცნებს რომ ვიყენებდითო და რატო ვერ შეამჩნიაო ეს BBC მომერი არბალეტებს ვიყენებდითო, ანუ აოხუნჯებულია, აღადავებულია. ან იოხუნჯოს ვოლსკიმ თუ სერიოზული ანალიზი გააკეთოს, ეგრეთ წოდებული სერიოზული ანალიზი, რომ მეო ნახეთ რას ამბობს, არანაირად არ არის დამტკიცებული, არც ჯანმრთელობის თემაზე არ მიუმართავს ამაზე არავისო, არც საერთაშორისო ორგანიზაციების გამოძიებაში დაფიქსირებულაო, რაც შეეხება სანდოობას, ხანდახან ფორმულაც ამბობს სიმართლესო. მე ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან ბევრი ასეთი თემა იქნება წამოწეული, არ გამოვრიცხავ, რომ ეს სტატია სწორედ ამისთვის არის, რომ შეიქმნას სანქციების წინაპირობაო და ან იოხუნჯოს შალვა პაპუაშვილიც აოხუნჯდება დარწმუნებული ვარ, კახა კალაძემ რაღაცა განცხადება გააკეთა. მოკლედ, რამდენიც არ უნდა იმართლონ თავი, რამდენიც არ უნდა სხვადასხვა გვარი კომენტარი გააკეთონ ამ თემაზე, ეს ქართული რუსული ოცნება რეალურად უმძიმეს მდგომარეობაშია ახლა, იმიტომ რომ მაღალი ალბათობით საერთაშორისო გამოძიებამდეც მივა საქმე და როგორი საერთაშორისო გამოძიება იქნება, ამასთან დაკავშირებით კი გეტყვით რამდენიმე წუთში, მანამდე ნინო წილოსანს გავიხსენებ, BBC-მ გაყალბების ანტირეკორდიც კი მოხსნაო, ამბობს ნინო წილოსანი, თუმცა ახლა თქვენის ნებართვით მე ოდინდელ ერთ ვიდეოს გაჩვენებთ, რომელშიც არის კიდევ ერთი ბანდიტი პროპაგანდისტი, ირაკლი რუხაძე, გამდიდრებული უმრავლეს შემთხვევაში როგორ და რატომ ეს პრინციპში ბევრმა არა, მაგრამ ცოტამ თუ ისის, კაცი, რომელიც პროპაგანდას კვებავს და რომელიც ავალებს მისი იმედიის თანამშრომლებს იმ სიბინძურეების და ტყუილების გავრცელებას, იმედს წარმოიდგინეთ, რომელიც სტანდარტებში ვერანაირად ვერ ჯდება, მედიის სტანდარტებს ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს, ავალებს იმ სიბინძურეების გავრცელებას ოცნების ოპონენტებზე, დასავლეთზე, ცალკეულ პირებზე და აი რას ამბობს რამდენიმე ხნის წინ რადიო თავისუფლებისთვის უთქვამს ეს ბანდიტ ირაკლი რუხაძეს მოუსმინო. ხოლმე რაღაცური დინამაკ ამ BBC-მა ჩართული ან CNN-ი, როგორც ესი და დანარჩენი ალბათ აი ეს მანქანაში იმედს არ უყურებ, რაღაცას ვაჯიშობ. იმედს არ უყურებს და უყურებს BBC-ს და CNN-ს და აი რა უთხრა დღეს BBC-მ. ამასთან დაკავშირებით რუხაძე ალბათ კომენტარს არ გააკეთებს BBC-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან, სტატიაზე არ გააკეთებს კომენტარს, მაგრამ მან რომელიც აქტიური მომხმარებელია თურმე CNN-ისა და BBC-სა, ხო, მან უკვე იცის რეალურად გრძნობს ის გონიერი კაცია, ერთგვარად გონიერი კაცია, თუმცა კვლავ ვიმეორებ, რომ არის პროპაგანდის მთავარი მკვლევარი, ფინანსური მკვლევარი, ხო, ის უნდა გრძნობდეს იმას, რა რეალურად როგორც განვითარდება მოვლენები BBC-ს ამ კვალიფიციური გამოძიების შედეგად, თუმცა ბანდა ხელისუფლებას მიუღია გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ BBC-ს უჩივლოს და რაღაც სამართლებრივ დავაში შევიდეს, ვეჭვობ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ ეს სამართლებრივი დავა მაინც დაიწყება, ვეჭვობ, რომ ბანდა ქართული ოცნება დამარცხდება და დანარცხდება და მეცაც გეტყვით, ვეჭვობ, რომ ვიდრე ეს გამოძიება დაიწყება, გამოძიება კი არა, სამართლებრივი დავა დაიწყება, მანამდე დაიწყება ქართული რუსული ოცნების და მისი ცალკეული კონკრეტული პირების წინააღმდეგ საერთაშორისო გამოძიება და მე გეტყვით, როგორი შეიძლება იყოს ეს საერთაშორისო გამოძიება. ახლა წავიკითხავ ერთ მნიშვნელოვან პოსტს, სტატუსს, ესე იგი სამართლიანად აღელვებს BBC ჟურნალისტური გამოძიება, ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციამ BBC-მ, საზოგადოებრივმა მოწყებელმა, გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლება 24 წლის ბოლოს თბილისში ანტისამთავრობო აქციების სასახსრებად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. კვლავ ვიმეორებ, ადასტურებელი არ არის, ეს არის მხოლოდ მედია მასალა, რომელიც საფუძვლად შეიძლება დაედოს დიდ გამოძიებას.
ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ BBC-ს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს და ასე შემდეგ. თუმცა სათქმელია ის, რომ საქართველო აი ამ ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციას მიუერთდა 93 წელს, 1993 წელს და 97 წლის აპრილის მიწურულიდან ეს ძალაში შევიდა. საქართველო ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წევრია ამ პერიოდიდან და უნდა ასრულებდეს კონვენციით ნაკის ვალდებულებებს. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციაა. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს ჰააგაში, ანუ ნიდერლანდებში. ეს ორგანიზაცია იზიებს ქიმიური იარაღის კონვენციის დარღვევის ყველა სავარაუდო მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა სავარაუდო ფაქტს. ორგანიზაცია აგზავნის ექსპერტებს შემთხვევის ადგილზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაღალზე მაღალი ალბათობით ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია გამოაგზავნის თბილისშიც საკუთარ ექსპერტებს და ასევე შემიძლია ვივარაუდო, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ითანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ კონვენციასთან ვართ ჩვენ მიერთებულები, არ ითანამშრომლებს ამ ორგანიზაციასთან. ორგანიზაციის დანიშნული ექსპერტების მისია იქნება, რომ აიღონ ნიმუშები, ცხადია ნიმუშებს ან გაუყალბებენ, ან არ მისცემენ საერთოდ და შესაბამისად ეს ექსპერტები პრინციპში დაბრუნდებიან ცენტრალურ ოფისში ყოველგვარი ნიმუშების გარეშე და ასევე ამავე ექსპერტებს ევალებათ, რომ მოწმეებთან ისაუბრონ და შეძლებს დაგვარად გაარკვიონ ტოქსიკური ქიმიკატები გამოყენებული იყო თუ არა იარაღად. ყველაზე მნიშვნელოვანი ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაცია გამოძიებას იწყებს საერთაშორისო მედია საშუალებების მიერ გამოქვეყნებული საგამოძიებო რეპორტაჟებისა და მტკიცებების საფუძველზეც. ამიტომ რეალურად ეშინია რეჟიმს მე პრინციპში კითხულობ გელა მთივლიშვილის სტატუსს და გზადაგზა ვურთავ ჩემს კომენტარებს. მადლობა გელას ამ კვალიფიციური სტატუსისათვის. ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სანქციები შეიძლება იყოს როგორც ეროვნული, ანუ ყველაზე გადმოვრცელდეს სახელმწიფოზე, ასევე საერთაშორისო სახასიათის. ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული უკანონო ქმედებებისათვის. ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციით განსაზღვრული ტოქსიკური ქიმიკატების უკანონო დამზადება ან განკარგვა, გამოყენება, გადამუშავება, გამოცდა, გადაცემა, გადაზიდვა, ექსპორტი, იმპორტი, ვაჭრობა ან მისდამი სხვა უკანონო მოპყრობა, აგრეთვე მასთან დაკავშირებული სხვა უკანონო გარიგება, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბრუნვის წესების დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 5-დან 10 წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი ქიმიური იარაღის დამზადების მიზნით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადიდან 8-დან 14 წლამდე. ეს ამ კანონმდებლობით ასაკურველი ესენი საკუთარ თავს არ დასჯიან, მაგალითად არ დასჯიან იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ან სხვა თანამდებობის პირებს, რომლებიც უთუოდ თუ ეს დადასტურდა იყვნენ გარეული ამ პროცესში მონაწილენი კი არა თითოეულმა მათგანმა, ვინც ისაც ევალებოდა, რომ საქმის კურსში ყოფილიყო. ეს არის პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ეს არის შესაძლოა სუსის უფროსი, ცალკეული მაღალჩინოსნები შინაგან საქმეთა სამინისტროდან და ასე შემდეგ, დეპუტატ ნინო წილოსანს ცხადია არავინ არაფერს არ ჰკითხავდა, არც ეკითხებიან, არც კითხავენ და არც მომავალში დაეკითხებიან ჭკუას. როგორც აღვნიშნე, ანუ წერს გერა, თუ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია დაადასტურებს კონვენციის დარღვევას, შეიძლება ამოქმედდეს საერთაშორისო მექანიზმების დიპლომატიური და ეკონომიკური სანქციები. სამგზავრო შეზღუდვები ისედაც ამოქმედდება ამათზე და ცალკეულმა ქვეყნებმა ან საერთაშორისო ორგანიზაციებმა შესაძლოა დამოუკიდებლად დააწესონ მიზანმიმართული სანქციები საქართველოს წინააღმდეგ. კიდევ ერთი საქმე შეიძლება მივიდეს სისხლის სამართლის და ალბათ მივა, ეს უკვე ჩემი კომენტარია, საერთაშორისო სასამართლომდე ჰააგაში იმ მაღალჩინოსნების მიმართ, რომელთა ბრძანებითაც ან ვისი მიერაც იქნა გამოყენებული ქიმიური იარაღი. ჩვენ ცოტა არაორდინალური ვითარება გვაქვს. ერთია ფორმალისტური მართველები, რომლებიც ცხადია პასუხისმგებელნი იყვნენ, აი მაგალითად ვახტანგ გომელაური დავასახელე ან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ან სხვები და სხვები. ცხადია ისინი პასუხისმგებელნი არიან ფორმალურად, იურიდიულად, რამდენადაც დე იურე დწოდებულ ხელისუფლებას წარმოადგენენ. რეალურად კი დე ფაქტონი რო არიან ეს ვიცით და ბანდა ხუნტა სინდიკატი როა, მაგრამ ჩვენ არაორდინალურ ვითარებაში ვართ იმისა და გამო,
რომ ამათ ყველას მართავს, როგორც მარიონეტებს, როგორც პაიკებს, როგორც ესეთ სიტყვა უნდა გავიხსენოთ ჩემი ბავშვობიდან, ცუმბუშებს მართავს ბიზინა ივანიშვილი. მე მესმის რომ შესაძლოა ცოტა რთული იყოს უშუალოდ ბიზინა ივანიშვილის პასუხისმგებლობის გამოკვეთა, მაგრამ ვარაუდის დონეზე რომ ბიზინა ივანიშვილმა და სწორედ ბიზინა ივანიშვილმა იცოდა, რას გამოიყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო ზოგადად, მისი სპეცდანიშნულების რაზმი კონკრეტულად, ვისი ნებართვით, ფორმალისტური ნებართვით იქნებოდა ეს ყველაფერი გამოყენებული, ვარაუდი იმის თაობაზე რომ ბიზინამ ეს ყველაფერი იცოდა, რა საკვირველია მართალია. ახლა ამ ყველაფერთან რა კავშირშია ალეკო ელისაშვილის თემა? არანაირ კავშირში არ არის და ბარემ გავაერთიანებ, იმიტომ რომ მე წინა ერთ ბლოგში ვთქვი, რომ ალეკო ელისაშვილის თემასთან დაკავშირებითაც ვილაპარაკებ, მე კი ორ სიტყვას ვიტყვი იმასთან დაკავშირებით, რაც გუშინ ხდებოდა ასოს ქსელში, სრული სიგიჟეა, ჩემო კარგებო, წინასწარ ასეთი შეთქმულებების შეთქმულებით თეორიების განვითარება, რომ ეს არ იყო ალეკო, რომ ას მაგალითად ეცვა რაღაც თეთრი ფეხსაცმელი, მე ეცვა შავი ფეხსაცმელი, ვერ დაამონტაჟა, ეს არ არის ალეკოს ნაბიჯი, არ ჰგავს ალეკოს და ასე შემდეგ და ცალკეულმა რესპექტაბელურად წოდებულმა ან რესპექტაბელურმა პოლიტიკოსებმაც კი და კიდე რაღაც აქტიურმა ადამიანებმა რა და რაგვარი შეთქმულების თეორია ან თეორია არ განავითარეს იმასთან დაკავშირებით და მეორმა თქვა ისიც რომ ჩვენ ხასაკვირველია მხარს ვუჭერთ მხარს ალეკო ელისაშვილს არავინ არ საუბრობს ამაზე ჩემი აზრი არის ამგვარი რომ ამ ერთ პიროვნებაში ცოცხლობს თუ ცხოვრობს ორი პიროვნება მეთქი ასე ვიტყვი ეს არ არის ფსიქოლოგიური დაკვირვება ამ მიმართებით მე კვალიფიციური პირი არა ვარ, მაგრამ ესე საყველპუროდ კი აღვხსნი ორი პიროვნება, ერთი რომელიც თაზო და თუნაშულთან ერთად რაღაცას ცეკვავს ამ ერთი კვირის წინ თუ 10 დღის წინ, კაცი რომელიც პარლამენტში შედის, ერთ-ერთი პირველი იყო თუ პირველი არა, რომელსაც გახყავს საკუთარი მეგობარი ლევან იოსელიანი ომბუდსმენად, რომელიც ერთგვარად თანამშრომლ ხოშ ძალიან ხმამაღალი არ არის, ვიდრე მამუკა მდინარაძისათვის მუშტის მოდე პარლამენტში და ასე შემდეგ. ეს არის არჩევნებში ვინც მონაწილეობს, ის ალეკო ელისაშვილი არჩევნების გარდა სხვა გზა რომ არ წარმოუდგენია ხელისუფლების დასრულების გზად. მოკლედ ერთგვარად ან ნაწილობრივ კონსტრუქციული პირი, კონსტრუქციული ან ესეთი რბილი პირი არის ერთი მხარე, ერთი სახე ალეკო ელისაშვილისა. მეორე სახე როგორც ჩანს არის ეს პირი, რომელიც იმედზეც კი იყო ნოე რაგვარია სულაბერიძესთან და ამ წლების წინ და ამბობს რომ მას ეს იზმრება კრწანისის ომში როგორ გავიდა დეშეკათი, როგორ გადახოცა სპარსები. მე ეს კაცი მიდის უკრაინაში იქ მე არ ვამბობ უარყოფითად იბრძვის, ეხლა ცხადია ის ვერ იქნება ისეთი პროფესიონალი მებრძოლი, როგორებიც არიან დღემდე უკრაინის ფრონტზე, პაკროვსკთან ასე მაგალითად ყოფი ქართველები, თუნდაც უკრაინელები და ქართველები და სხვა ეროვნებების წარმომადგენლები, მაგრამ ერთი, ორჯერ, ხუთჯერ, 17ჯერ ან 57ჯერ ისვრის ავტომატს ბევრი ჩვენგანისაგან განსხვავებით. მე არ ვიცი ხა რაღაც ვინმე რომელიმე რუსი მოკლა თუ არა პირდაპირ სიტყვებით რო ვილაპარაკოთ, არა მაქვს ინფორმაცია ამის თაობაზე, მაგრამ ბევრი არ წასულა ამ ომში და ალეკო ელისაშვილი თუნდაც არასწორი შეფასებაა, მაგრამ თუნდაც ამ თვალსაზრისით შევაფასოთ ნაწილობრივ, თუნდაც პიარისთვის წავიდა, ზოგის არ იყოს ამ ომში და ნუ ეს რაღაცა ეს მეომარი ალეკო ელისაშვილია. აქ იგითხარით, ეს ის ელისაშვილია მეომარი, რომელიც თაზო და თუნაშულთან ერთად რაღაცას ცეკვავს არჩევნებად წოდებულის დასრულების შემდეგ, ანუ 4 ოქტომბრის შემდგომ. ერთ და იგივე პიროვნებაზე ლაპარაკობთ. ეს ის ალეკო ელისაშვილია, რომელშიც იღვიძებს, როგორც ჩანს, ეს მასკულინი მეთქი ასე ვიტყვით უგნებავთ, მაგრამ რაღაცა მეორე ალეკო ელისაშვილი. ეს ის ალეკო ელისაშვილია, რომელიც მივარდება და რაღაცა მუშტს უთავაზებს, სათავაზებელ რასაკვირველია, ბევრ ჩვენგანს რაღაცა გული მოეფხანა, თუმცა ხო, ეს არ იყო ის საქციელი, რომლის მიზეზიც აი კონკრეტული აი საფუძველი ჰქონდა იმ მომენტში ალეკო ელისაშვილს, მაგრამ ოკეი, რაღაცა გული მოგფხანა ბევრმა ჩვენგანმა, მე არ მომიწონებია გულახდილად გეტყვით, მაგრამ ამ მნიშვნელობა აქვს იმ საზოგადოებამ, რომელიც ხელისუფლებად წოდებულ ბანდას ებრძვის, ეს ყველაფერი მოიწონა და ხსაღოლ ალეკო ესეც შეძახა. ეს ის ალეკო ელისაშვილია, რომელიც დეშეკათი იბრძვის რაღაც, მაგრამ ამავდროულად და
უცებ მოწმენდილ ცაზე, ასე ვიტყვი, მოწმენდილ ცაზე თურმე მიდის სასამართლოს გადასაწვავად და ამ ალეკო ელისაშვილს ამ ორ ერთ პიროვნებაში შესახლებულ მეორე თუ პირველ ალეკო ელისაშვილს არ ვიცი რომელს სიმართლე გითხრა და ან ორივეს თუ გნებავთ ასე ვიტყვი იცავდა ოღონდ აბსოლუტურად ბოდიში ცხადია დემაგოგიურად საზოგადოების ერთი ნაწილი არ იქნება ეს ალეკო არ გავს მას უფრო მაღალია უფრო დაბალია ცხვირი არ ჩანს სხვანაირი მიხრა აქვს და სხვანაირი მოხრაო ბევრისაგან მსმენია მამუკა მდინარაძემ გაუჩალიჩაო და ბევრი რამე ხომ სიმართლე გიხათ ამ თვალის ჩალურჯების მიზეზი რა არის ეს უკვე ექსპერტებმა თქვან მაღალი ალბათობით მართლა წინასწარ გარკვეული ალბათობით წინასწარ მოუხდა რაღაცა ინციდენტი მაგრამ მოკლედ ეს ალისაშვილი დაიცვა საზოგადოების ერთმა ნაწილმა მე ვამჯობინებდი რომ ამ საზოგადოებას ძალიან კეთილად ვლაპარაკობ ყოველგვარი რაღაც ჩხუბის და ამ საზოგადოების კრიტიკის გარეშე ვამჯობინებდი რომ ჩვენ გველაპარაკა გუშინ იმაზე რომ ალეკო შეცდა და შეცდა და ის მუხლი რომელიც მას წაუყენეს უკვე შემდგომ თუ არ ვწდები გუშინვე ტერორიზმის მუხლი ეს არის უმძიმესი მუხლი და ჩვენ საზოგადოება ამ შემცდართ უნდაც პოლიტიკოს რომელიც არავისთან არ იყოს შეკრული ბარემ გეტყვით არავისგან ფული არ აუღია არა კი გამოუვიდა სახელმწიფო თამაში თლად გულახდილები თუ ვიქნებით იმიტომ რომ ხელისუფლებამ ეს ყველაფერი ხელზე დაიხვია და თუ ჩვენს და თუ ევროკავშირის და თუ დასავლეთის წინააღმდეგ გამოიყენა და თქვა რომ აი დასავლეთი ავალებსო ამ ყველაფერს ევროკავშირი ავალებსო პოლიტიკოსებს და კონკრეტულად ალეკო ელისაშვილსო ხო ჩვენ ვამჯობინებდი რომ ჩვენ ის დაგვეცავ და გვეთქვა რომ კი შეცდა გასაკვირველია მაგრამ ტერორიზმის მუხლი ძალიან მძიმე მუხლია და სხვა აი ხულიგნობა თუ გნებავთ არ ვიცი კიდე სხვა მუხლების სპოშველებად შეიძლება დასახელებად შეიძლება სხვა მუხლით უნდა გასამართლდეს მე სხვა შორის მომისმინე რომ თუ მზია ამაღლობელ სილის მირტყმა სისტემისათვის და კონკრეტული დგებუაზისათვის ან ზვიადრატიანს პოლიციელისათვის რომელიც გვარიც არც ვიცი ხო ეს ეპატიება და ჩვენ ამას დადებითად ვუფასებთ მაშინ ალეკო ელისაშვილს რატომ არ უნდა შევუფასოთ თუ დავუფასოთ ეს ქმედება რომელიც ტერორიზმი ამეთქი მე არ წამომწდება ეს მაგრამ მე გეტყვით რომ სხვადასხვა რანგის, სხვადასხვა მასშტაბის და სხვადასხვა რანგის და სხვადასხვა მიმართულების, სხვადასხვა კონცეფციის და სხვადასხვა სულისკვეთების პროტესტი არის მათი მზიასი და ზვიადისა და სხვებისა და ალეკოსი რომელმაც ეს ბევრი კილომეტრი თურმე გაიარა და ასე შემდეგ და პოლიტიკოსებსაც საკითხით ხარით ასე აქტიურმა ადამიანებმა რა არ თქვეს დიახ თანადგომა ალეკოს გასაგებია ეს ყველაფერი ამ ჩარჩოებში რომ დარჩენილიყო კიდევ ხო იმიტომ მაგრამ ჩვენ უნდა მე ყოველ შემთხვევაში ესე ვაფასებ რომ აიღვიძა და ვერ იტანს ეს მეომარი ალეკო ამ შვიდობის მყოფელ ალეკოს როგორც ჩანს ებრძვის ერთი ეგო მეორე ეგოს მეთქი ასე ერთი მე მეორე მეს და როგორც ჩანს აღარ მოსწონს იწუნებს აი ამ თაზოდათქნაშვილთან ერთად არც ვიცი ცეკვის ნაირსახეობას რა ჰქვია მოკლედ არის რაღაც ასეთი ცოტა უცნაური ცეკვა კი შემოგთავაზეს ერთმას და მეორემაც თან როდესაც არჩევნებშიც დამარცხდა მათი პოლიტიკური სუბიექტი და ის დაანონსებული ბჭყალებში თუ ბჭყალებოთ რევოლუციაც არ შედგა ამიტომ იმ ალეკოს შვიდობის მყოფელ ალეკოს ხო რომელიც არჩევნებზე ლაპარაკობს და მხოლოდ ლევან იოსელიანი გახავს ხელისუფლებასთან ერთგვარი გარიგების ხიადრობი ლაპარაკობ ერთგვარი გარიგების შედეგად საქართველოს სახალხო დამცველად ეს ლევან იოსელიანი რომელსაც იმის შემდეგ ოჯახში 7 სიტყვა აქვს თქმი და საზოგადოებაში 1.5 ხო აი ამ ალეკო ელისაშვილს ვერ იტანს მეომარი დეშეკათი სპარსელების გადამხოცავი მოდი ასე ვიტყვი ალეკო ელისაშვილი ახლა ოღონდ კვლავ ვიმეორებ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ კარგად გავიგოთ რომ თუ ტერორიზმზე ვლაპარაკობთ და რა კავშირშია ხა ის პირველი თემა მეორე თემასთან ხო ტერორისტი სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა კოლექტიურად და პერსონალური პასუხისმგებლობა ცხადია ამ კოლექტივის წევრებსაც ეკისრებათ კომელაურს, კობახიძეს, არ ვიცი, ლილუაშვილს, ხვებს და ხვებს შეიძლება დღევანდელი მინისტრი გელაძეს საქმის კურსში იყო და შეიძლება ხვებიც და ცხადია პირველ ყოვლისა ბიზინა ივანიშვილს აი ესე თუ ტერორისტი ხო არ არის ალეკო ელისაშვილი, მაგრამ თუ მაინც და მაინც ასე უნდა შევაფასოთ ის ბევრად დიდი და ორგანიზებული ტერორისტული ჯგუფია ქართული ოცნების ბანდა აქვე
თქვენი ნებართვით თუ ნახე რა საკვირველია ჩავიკითხავ იმას რაც თქვა ალეკო ელისაშვილმა როგორც აღიარა ბრალი და მის ადვოკატს საზოგადოებრივ ადვოკატებს რომლებიც ცოტა აჩქარდნენ და ძალიან კეთილად ვამბობ ამას და ძალიან სერიოზული შეთქმულების თეორიები განავითარეს იმასთან დაკავშირებით როგორ არ იყო ეს თურმე ალეკო ელისაშვილმა თავად გადაასხა ცივი წყალი მეთქი ასე გეტყვით და მე ჩავიკითხავ თქვენი ნებართვით მის განცხადებას მივაგნებ თუ აქ არის ესე იგი ნახეთ რას ამბობს ეს არ არის ხო ეს არის ბოდიში ვიხდი გეტყვით რამ დამარტყა და რამ მიკბინა რა მოხდა და რატომ ვარ მე აქ მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისათვის რეპრესიებისათვის და ძალადობისათვის კი ბოდიშებ ცხადია და არ საუბრობენ ასე პატიმრებზე მაგრამ უპასუხისმგებლობაა ეს ალეკო ელისაშვილზე მეტად ვინიც იზრდა პოლიტპატიმრების მშობლებს აქვთ ცეცხლი წასაკიდებელი სასამართლოსათვის მაგრამ თითოეული მათგანი ხვდება რომ ჩვენი ან მათი ეს ქმედება იქნება ჩვენთვისვე მათი ოჯახის წევრებისთვისვე დამაზიანებელი ამიტომ ასე პასუხისმგებლობა აიღო კაცმა რომელიც მანამდე ცეკვავ ხა ცოტა უფრო მძიმედ გამომდის მის პატიმარზე შეიძლება არც ლაპარაკობენ ხო ასე ან ერთი თვით წინ რაღაც ბრეიკდანსი არც ქვია მაგას რაც როგორც ცეკვავს ისე ცეკვავ ხო თუ გაბრაზებული იყავი მაშინ საცეკვიც არაფერი გქონდა მეთქი ოღონდ ძალიან ფრთხილად ვამბობ ამას ცხადია ჩემი თანადგომა მას როგორც მოქალაქეს როგორც გამწარებულს თუნდაც ასე ვიტყვი ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისათვის რეპრესიებისათვის და ძალადობისათვის რაც ამ ქვეყანაში არის და რომლისგან მახორციელებლებს სტრუქტურა ხართ თქვენ ანუ მიმართავ სასამართლოს ვის ძმეს მოკლა რომ დომოდა იმ მანდატურებიდან არავინ ცოცხალი არ იქნებოდა. კარგად ფლობ იარაღს. აღტაცებული ვარ მანდატურის გამბედაობით და სიმამაცით. ცეცხლის წაკიდება, როცა გინდა შენობისათვის, ხო, და თვითცინანული არ უნდა გქონდეს ამგვარი და თვითცინანულსაც არა ალბათ არასწორი სიტყვა. საჯაროდ არ უნდა აქებდე ჩემი აზრით მანდატურს. ბოდიშს ვიხდი, ასეა ჩემი აზრით. გამბედაობით და სიმამაცით. ენაცვალე კაცობაში მანდატურს, რომელიც ახალგაზრდებს მიყვარს. მოვიგერიე კიდეს ფიზიკურად, მინდოდა თავი დამეღწია, მივხვდი რომ ერთი არ იქნებოდა, სხვები მივიდოდნენ, ვერაფრით მოვიშორეთ, კიპასავით ჩამაფრინდა და ყოჩახ სიჩაუქეს ვეზახით, ჯერ კაცი ვარ ადამიანი, მე ტერორისტი. და მე იცინის. უსამართლობისათვის მინდოდა ცეცხლის წაკიდება, ვალეკო ბევრს უნდა, ბევრს უფიქრია. ეს უთქვამს ოჯახის წევრებისთვის. და ყველა საერთოდ მიმართავ ალიკოზე აღარ არის ლაპარაკი ახლა და პრინციპში მარტო ჩავიკითხავ ჩემი კომენტარები არ იქნება ვეცდები რომ არ დავუხდო. მესმის ბევრს გვაქვს ეს გაბრაზებულობა ამ ხელისუფლების მიმართ და წარმოუდგენელია, როდესაც ისი რომ კოლექტიურ ტერორისტებთან აქვს საქმე, რომლებიც რაღაცეებს ქიმიურ ნივთიერებებს გვიპირისპირებენ და გვესვიან და გვაპყურებენ თუ გვაშხურებენ და წამლავენ და ეს მე წლების შემდეგ გამოჩნდება ამის შედეგები. ბევრ ჩვენგან შეიძლება არის დშკ სახლში არავის არ აქვს, მაგრამ ბევრ ჩვენგან შეიძლება რაღაცა მუშტის მოღერება მოუნდეს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი მუშტის მოღერება ჩვენთვის ერთიანად მოძრაობას გულისხმობს და ნამდვილ საქართველოს არის მაზიანებელი, თუ არ იქნება ეს 4 მილიონის არ ვიცი ამდენი ვარ. 1,5 მილიონი ადამიანის ერთდროული, აი დღის 12 საათზე მოვარტყით მუშტი ამ სისტემას ერთდროული, აი ზუსტად 12 საათზე და არა პირველის 5 წუთს. ეს კი ვერ იქნება, აქედან გამომდინარე არის ეს არასწორი და ყველამ დავლიოთ ცივი წყალი და ძალიან ესეთ წყობრად, გეგმებით, მათემატიკურად ზუსტად და ისე მიუყვეთ, როგორც მიუყვებით, კი რაღაც კომპონენტები ცხადია დასამატებელი იქნება, მაგრამ მაინც. იმიტომ რომ ეს როგორც მიუყვებით, ეს ძალიან ანგრევს ამ ხელისუფლებას, ხოლო ესეთი ქმედებები ძლიერებს, ასულდგმულებს ჩვენს წინააღმდეგ საზოგადოების ჯერაც ჩვენსკენ არ გადმოსულ ნაწილს განაწყობს და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ხელა პასუხისმგებლობას მივიღებთ, მეგობრებო. ჩემს ოჯახს ვუთხარი რომ სათევზაოდ მივდიოდი, თუმცა არ მიყვარს თევზაობა, მოვიკიდე ჩანთა და გეგმა მქონდა, ვეღარ ვიტევდი უსამართლობის ხურებას. როგორ დაათრევენ პატარა ბავშვებს კატებივით, მე თვითონ ვნახე პოლიციელი, რომელიც სასიამოვნებდა სისხლები რომ დიოდა და პოლიტიკურ დებატებში შემოვიდა. ასეთები არიან ეს მილიციელები, არ გამატებთ.
ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არაფერი დამიშავებია. არც არსად შევჭრილ ვარ, არც შუშა ჩამიმტრევია, 1 საათი ვამტრევდი შუშას. აშუშები აქვს ამ სასამართლოში ამისთანა. ხან რა ავაძრე, ხან რას. გობიდან გადავძვერი, ვიჯექი და ვფიქრობდი, ანუ გზად მიდის. ეხლა კომენტარი მაინც უნდა გავაკეთო, გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ მე რომ მივა ადგილზე რომ მივა, მაინც მოისვენებს და ფიქრობს გააკეთოს თუ არა ეს. გადავიდე თუ არა, მე ჩემს თავზე გავბრაზდი, როგორ უნდა შემეშინდეს უკან, როგორ უნდა დავიხიო. ძიმე ემოციური ფონი აქვს, როგორც ჩანს ალეკოს. ყველას აგვაქვს, რა საგვირველია, მაგრამ ალეკოსაც. და მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაჩინო ჩვენ როგორც მოქალაქეს და როგორც ჩვენს არ მეთაკილება ამ სიტყვის წარმოთქმა პირს, რომელიც ჩვენს მოძრაობაში იყო, ანუ საპროტესტო მოძრაობაში, ცხადია უნდა შევეხიდოთ მაქსიმალურად. შემონაწუნება მინდოდა, რომ ამ ქვეყანაში დავრჩით კაცები, რომ არ ვეგუებით უსამართლობას და არც შევეგუებით. კაბულაში მქონდა იარაღი, მაქვს დარების უფლება, წამოვიღე, იმიტომ რომ ისეთი მარშრუტი გამოვიარე, შეიძლება ტურებს შევეჭამე გზაში. პირდაპირ ვამბობ ამას, ვინმეზე თავდასხმა რომ დომოდა, ცოცხალი აღარავინ დარჩებოდა, მოგერიება მინდოდა, იარაღი ჯაჯგურში ამომივარდა, გამოყენებას არ ვაპირებდი. პატივისცემას ვუდასტურებ მანდატურებს. ერთმა განსაკუთრებით მაგრად მცემა. არ ვამტყუნებ, თავის საქმეს აკეთებდა და თავის ტერიტორიას იცავდა. ნეტავ თავის საქმეს აკეთებდნენ და არა იმას, რასაც ყოველდღე ვუყურებთ სასამართლოს დარბაზებში. ჩემებს მინდა ბოდიში მოუხადო, მაგრამ მაგის პასუხია და ალბათ რაღაც ოჯახის წევრებს მართლა რაღაც სათანადგომა უნდა გამოვხატოთ ოჯახის წევრების მიმართ. ასეთი ვარ, როგორც კარგად არ მესმის, ასეთია თუ ისეთი, უბრალოდ ორბაგია, ორგვარია, რომელიც ცეკვავს. ერთი წელია სული მეხუთება უსამართლობისაგან და ცეკვის არ მინდა კომენტარების გაკეთება, მაგრამ იმ ცეკვის დროს სული არ გვეხუთებოდა, ყველას არ ეხუთებოდა ალეკოს. მე სული იმ ცეკვის ნახვის დროსაც შემეხუთა გულახდილად გეტყვით. ცრემლი არა, იზრდება მე ტირის, ცრემლი არ არის ბრაზია და ბოღმა, ირაკლი კუპრაძეს თუ ფიქრობთ, რომ საერთო საქმე დავაზიანე ბოდიში. ეგ განზრახვა არ მქონდა ნამდვილად. დიახ, მათ შორის პარტიას დააზიანა და კოალიცია. ერთი პოლიციელი მეკაიფებოდა, რომ ტონობით ფული მომცა ხაზარაძემ. მერე მოვიჩდნენ ჭხრეკაზე, ნახეს როგორ ცხოვრობ. ერთადერთხელ თხოვე ფული და იცის ადამიანის სიცოცხლის გადასარჩინად. ბოლომდე ცეცხლი უსამართლობას. და ეს არის მისი ბოლო სიტყვები. ამუკა ხაზარაძეც დააზიანა რეალურად. და უწია ამუკა ხაზარაძის პარტიას, კოალიციას ამ განცხადების გაკეთება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი მოსაზრებით, რომ არ ვიცი ამასთან დაკავშირებით აიღო თუ არა ლელოს საკუთარი თავზე ვალდებულება, ლელო ძლიერმა საქართველოს, რომ ალეკო ელისაშვილს მიეყვარონ მის, ანუ ლელოს სიმყოფე ადვოკატები, იურისტები. და ეს ადვოკატირება გააკეთონ და იქნება გადმოუკვალიფიცირდეს ტერორისტიზმის მუხლი აქვს ისიც თქვენ წაღენებული, რომელიც 15 წლამდე თუ არც პატიმრობას ითვალისწინებს და გააესბანდა ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ თქვენი არ ვიცი 14-13 წლის ჩასვას ალეკო ელისაშვილი ასაკურვი ამდენი წელი არ იჯდება ალეკო ელისაშვილი, იმიტომ რომ ხელისუფლება ამასობაში შეიცვლება და რაღაცა სამართლებრივი ფორმით ის განთავისუფლებას უახერხებს ქართული მომავალი შესაქმნელი სახელმწიფო, ასე უნდა ვთქვა. ასევე მე მინდა კარგად გაავიგო ერთი რამეც ვქვა და პრინციპში დავასრულებ ორი რამის ვიტყვით მერის ნებართვით. პირველი და მთავარი, ალეკო ელისაშვილის ბჭყალებში ტერორიზმი მოსატანიც არ არის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ტერორიზმთან. ეს რომ ვიცოდეთ მაინც, ესე თუ შესადარია მაინც და მაინც მნიშვნელოვნად გადასწოლის ეს კოლექტიური ბიზნე ივანიშვილის და პერსონალურად ბიზნე ივანიშვილის ტერორიზმი ქართული სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულები ალეკო ელისაშვილის დანაშაულს ბჭყალებში თუ უბჭყალებოთ, თუ გნებავთ უბჭყალებოთ არა მაქვს პრობლემა, ეს რომ ვიცოდეთ. მეორე, გვაქვს წარმოდგენა ამ შემთხვევაში უფრო კომენტატორებს გულისხმობ. კომენტატორები ამბობენ გუშინ თქვენს, რომ აი ალეკო ელისაშვილს გაუჩალიჩეს. ალეკო ელისაშვილზე მეტად გასაჩალიჩებელი რომ დავიწყო, უბოდიშებ ცხადია ალეკოს პერსონალურად, მაგრამ ალეკო ელისაშვილზე მეტი მოწინააღმდეგე ლელო ძლიერ საქართველოშიც
და სხვა პარტიებშიც და პარტიებს რო თავი დავანებოთ მთლიანად საზოგადოებაში არის ალეკოსთან ბოდიში, არავინ არ ამცირებს თუ ამცრობს მას, მაგრამ მე რომ დავიწყო ახლა სიის ჩამოწერა, რაც გამახსენდება, იქნება 10% ადამიანებისა და მე ჩამოვწერე 1.300 კაციან სიას. ამით ალეკო ელისაშვილს სულაც არ ვაკნინებ, გავიგე მისი ეს მეორე ალეკოს ეშეკათი შევარდნის სურვილი, გავიგე და ვერ დავეთანხმე, არ მომეწონა, მაგრამ კვლავ ვიმეორებ, ხელისუფლება თუ ვინმეს გაუჩალიჩებს და გაუჩალიჩებს როგორ არა მდიდარაძე ერთ-ერთი ბოროტების განსახიერებაა და ივანიშვილი ხო საერთოდაც ბოროტესი არსებაა, მაგრამ ალეკო ელისაშვილი იქნება მე-300 დამოუკიდებლად იმისა, მე-300 იქნება 1000 ან მე-3000. ხო, დამოუკიდებლად იმისა, მან რამდენად კარგად მოძდო ამუგა მდიდარაძეს. მოძდო, კი, კარგად არ ვგაბათობთ. ესე მოგეწონებოდა იმ ხანად კაც, თუმცა მე არ მომწონები არც ის. მე მგონია რომ ჩვენი პროტესტი უნდა იყოს მტკიცე პირველ ყოვლისა, მტკიცე და მშვიდობიანი, ასე ვიტყვი, მტკიცე და მშვიდობიანი და ძალიან მათემატიკური თუ სწორი სიტყვაა, ძალიან რაციონალური. ჩვენ მივახცევთ გამარჯვებას ამ თემას, მოდით კიდევ ერთ ამას შემოგთავაზებთ, რომ ეს თემა გადავფურცლოთ, ანუ აღარ გავამახვილოთ. უაღრესად ერთადერთი ალბათ იურისტებს აქვთ სამუშაო იმაზე, რომ იქნება ბანდამ გადმოუკვალიფიციროს ამ კაცს ეს ტერორიზმის მუხლით და რაღაც სხვა მუხლით გავიდეს ეს კაცი წარსდგეს მარსაჭულების წინაშე, რაც ასევე ძალიან რთული იქნება, მაგრამ მაინც. და კიდევ ერთ ენა, ბოდიში ასე უნდა თქვა, ვისკეთებთ, ენა ნუგისწრებთ წინ განსაკუთრებით რაღაც შეთქმულების თეორიების ავტორებს მიმართავთ, ჩემი თანადგომა ალეკო ელისაშვილს ეს შეგეძლოთ გეთქვათ, მაგრამ ალეკო ელისაშვილი ახლა იქ არ ყოფილა და ეს ცხვირი ალეკო ელისაშვილის ცხვირს არ ჰგავს, ეს მე მგონი მაინც სიტყვა გაგექცათ უშინდა ეს უნდა ითქვას ღია და ოცხადი არ გძრახავთ მაინც და მაინც ეხლა ისე არ გავაბიუდეს რომ თქვენზე გადმომაქვს ისრები. მთავარი ტერორისტი არის ბანდა ხელისუფლება და ალეკო ელისაშვილი და ის ალეკო ელისაშვილი ხალხო.